ნინო, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დღეს ხარ ჩემი სტუმარი. მადლობა თქვენ. როგორც ვიცი, ხა აქტიური მზადების პერიოდი გაქვს, იმიტომ რომ მარტში კონცერტს გამართავს სიმფონიურ ორკესტრთან და აპრილში უკვე სოლო კონცერტს ველით შეგან. რა პროგრამას წარადგენ ამ კონცერტებზე? შევსრულებ რახმანოვის მეორე კონცერტს, ძალიან დიდ მოლოდინში ვარ უკვე, აქტიურად დაწყებული მოხსნა რეპეტიციები და ასევე მზადები სოლო კონცერტისთვის, რომელიც სავარაუდოდ აპრილში იქნება. მანამდე მაქვს არც ერთ კონცერტზე ისეთ არ ვამბობ უარს პირიქით სიამოვნებით ვუკრავი საქველმოქმედო კონცერტები იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა. ასევე თებერვალში მე ქალწულ მანანა დოიჯაშვილის კლასში ვარ და მისი კლასის კონცერტი იქნება. და მის კონცერტებზე მიწევს დავყრა. აქედან გამომდინარე გადატვირთული მაქვს უკვე დაახლოებით სექტემბრის, ოქტომბრის თვეებში. მიმიწვია ისრაელის კამერატამ, ეს იქნება ისრაელი, ჰოლანდია, ავსტრია. სადაც გამართავ კონცერტებს. ძალიან პატარა ასაკიდან მონაწილეობს სერიოზულ კონცერტებში, იგივე ფესტივალებში. ასაკის მატებასთან ერთად ხელვა კონცერტის წინ მოგემატა თუ საერთოდ გაგიქრა? პასუხისმგებლობა მიმატება ყოველ დღე, ალბათ და მე 5 წლიდან უკრავ და 5 წლის ალბათ პრაქტიკასთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ 5 წლის ასაკიდან სულ სცენაზე ვარ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად ხელოვანი ადამიანისთვის, არა მარტო მუსიკოსისთვის. და შემდეგ ნელ-ნელა სირთულებმაც მოიმატეს, ასე ვთქვათ, პროგრამაც სხვა ვიღე, ნაწარმოებები უფრო ქართულ და მეც გავაანალიზე სხვანაირად ყველაფერი გადავწყვიტეს, უკვე ჩამოყალიბდი რომ მე ნამდვილად პიანისტი უნდა ყოფილიყავ. შემდეგ ბატონი თენგიზ ამერეჯების კლასში ვიყავ, მე მომიწია ესეთ უდიდეს ბედნიერება 5 წილად. 4 წელიწად ნახევარი მომიწია ბატონ თენგიზთან ყოფნა. რა არის შენთვის მუსიკა? ეს არის მხოლოდ პროფესია? ის არის რის გარეშეც მე ნამდვილად არ წარმომიდგენია როგორი შეიძლება იყოს ჩემი ცხოვრება, არც მინდა ალბათ ამის წარმოდგენა იმდენად ძვირფასი რამ არის. ჩემთვის ფაქტურად ნაწილია ჩემი. როცა ვუკრავ, იქ კარებს ვიღაცა გაიჯახუნებს თუ შემოვა თუ ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ვერც ვგრძნობ ამას. იმიტომ რომ როცა ვუკრავ უკვე მარტო ვარ. სცენაზეც მარტო ვარ. იქ შეიძლება 1200 კაცი მისმეს, 20 კაცი მისმეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს აკურის დროს. მე რო ვდგები და უკვე ტაში სხვა რომ ისეს მაშინ ვაანალიზებ. რაღაც ტალღას უზარმაზარ. არ გიჭირდა პატარა ასაკში ასეთი დოზით მუშაობა, მეცადინეობა საათების განმავლობაში, მით უფრო რომ ამას თავიდანვე სერიოზული ხასიათი ჰქონდა, როგორც ვიცი. არასოდეს ეზოში ჩასვლის გამო არ ვეტყოდი დაკვრაზე უარს. მაგრამ მქონია ეს მომენტი, რომ დამზარებია, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეს ყველა ბავშვს აქვს, მე მგონია. ამბობ, რომ არ იღლები რახმანინოვის, ბეთჰოვენის და შოპენის მოსმენით. მხოლოდ კლასიკურ მუსიკას უკრავ და უსმენ თუ სხვა ჟანრის გაინტერესებს? დღის განმავლობაში სულ კლასიკას უკრავ და მე განტვირთვისთვის ჯაზს უსმენ. კლასიკას უკვე აღარ უსმენ ხოლმე. მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სიამოვნებას მაინტერესებს კლასიკური მუსიკის სიმფონიების სიმფონიებს უსმენ, თორემ ძალიან ხშირად. ხატავ კიდეც, ხატვა არის შენთვის განტვირთვა? ძალიან მიყვარს ხატვა, იმიტომ რომ ვთვლი რომ ეს რაღაც ახლოს არის ძალიან მუსიკასთან, რაღაც წარმოსახვით, ასე ვთქვათ. და რას ხატავ? რაც მომინდება იმას, ბავშვობაში მახსოვს რომ ძალიან ისე ხატავდი ეკლესიებს, ბუნებას. ალბათ გააქვს საყვარელი ნაწარმოებები, რომლის დაკვრა არასდროს არ გვეძდება. ეხლა უკრავ რახმანოვის მეორე კონცერტს და ერთ-ერთი საყვარელი, რომლის დაკვრაც ბავშვობაში ძალიან მინდოდა
ესეც იყო კიდე შოპენის პირველი კონცერტი, რომელიც შევასრულე უკვე. რა ვიცი, ყველა ნაწარმოები თავისებურად რთულია. გააჩნია, შენ გიყვარს სირთულეები? მე მიყვარს ის, რაც არის საინტერესო. შესაბამისად, სირთულე ძალიან საინტერესოა. და აი როცა მარტივად ახერხებ სირთულის გაკეთებას, უკვე ძალიან მაგარია. ახერხებ მარტივად? ეგ ალბათ უკვე მსმენელმა უნდა განსაზღვროს მოსმენის დროს. და პრინციპში ამას შეაფასებს მსმენელი უკვე მარტში და შემდეგ აპრილში, როცა ჩვენ გამართავ კონცერტებს. მე კი გისურვებ წარმატებებს ირმა. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა შენ.